პენსიები ხალხო იანვრიდან როცა ახალი ბიუჯეტი დამიწყება, გადაისინჯება პენსიების საკითხი და საარსებო მინიმუმს გაუწევდება და 220 გახდა. ასეთ დაპირებას იძლეოდა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს 2012 წელს კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის მაშინდელი კანდიდატი ქუთაისში გუბა სანიკიძე. რადიო ძველი ქალაქი დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი დღეს, რა დაპირება შეასრულა დეპუტატმა ქუთაისში. რა ვარ მაყოფილი. ვინა მაყოფილი ახლა მაგის იმით. ჯერ თუ დადიოდა იგია საკითხა. საერთოდ არ ჩანდა. არაფერი არ შესულება. საერთოდ არც დამინახია მაგიმე სიტყვით გამოსული. არ ვიცი მე ვერ შევისწარე და არ ვიცი იყო დეპუტატი ვიცოდი, მაგრამ ნახვით როგორ დეპუტატი მე მაგი ეკრანზე არ მინახე. რა ვიცი მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენ აქ შეხვედრია და არასოდეს მინახეთ. არ ვიცი ვერ გეტყვი. მაგის არაფერი არ ვიცი. არ არის ასრულებული ყველაფერი. ლეხისთვის არაფერი არ გეთება და მდიდრისთვის ყველაფერი. 4 წლის წინ რო ნახეთ მე აღარ ვინახავთ ქუთაისში. არა ვარ მაყურებ. გუბაზი იყო საერთოდ ჩვენი მაჟორიტარი ქუთაისში იყო გუბაზი არ ვიცი არ მახსოვს. მალტაიშკა და რა უნდა შემიძლოს მაგრამ კიდევ მე ვყოფილო ახლა იქეთ და კიდევ მაგ დაიბაბრის გამკეთებელი არა. გუბაზმა გააკეთა ის, რომ ფაქტიურად ქუთაისის მოსახლეობას თავი ვერაფრით დაამახსოვრა. ასე აფასებს სანიკიძის დეპუტატობის 4 წლიან პერიოდს რესპუბლიკური პარტიის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ქათამაძე. გუბაზმა ფაქტიურად გააკეთა ის, რომ ვერ დაამახსოვრა ვერაფრით თავი ქუთაისის მოსახლეობას. პირველად იყო აგრესია, დღეს უკვე აღარავინ აღარ ახსენებს. ეს არის ყველაზე ცუდი. როდესაც აღარც კი ხსენებენ შენი ამორჩევლები, აღარც კითხვიან იმად, რომ შენ რაღაც ანგარიშგასაწევი ძალა ხარ. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს წევრი ლია გვენეტაძე თვლის, რომ გუბა სანიკიძე გაცილებით კარგი ისტორიკოსია, ვიდრე პოლიტიკოსი და მის ადგილს სხვა ამპლუაში ხედავს. მე ბატონ გუბას სანიკიძე ძალიან ახლოს ვიცნობ და შემეძლია თქვა, რომ გუბას სანიკიძის ნაირი ისტორიკოსი, თქვათ მოაზროვნე და პოლიტიკოსი არა, უფრო ისტორიკოსი და მოაზროვნე ადამიანი, მე ვფიქრობ არ უნდა მოცდენილიყო საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მე მაგალითად გუბას სანიკიძე უფრო წარმომიდგენია პრეზიდენტის მრჩევლის რანგში ან პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის რანგში. ქუთაისისთვის უნაყოფო პერიოდად მიიჩნევს ლეიბორისტული პარტიის წევრი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამსონ გუგავა სანიკიძის მაჟორიტარობის პერიოდს. რა ნაყოფიერებაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც გუბა სანიკიძე არ უნახია ქალაქს, არც ერთი მისი ინიციატივა არ დასმულა პარლამენტში, არა მარტო მხოლოდ როგორც ქუთაისის მაჟორიტარიდან, არამედ მთლიანად მისი პარტიიდან, ის იყო შესისხორცებული არსებულ კოალიციასთან, დღეს გვესმის რესპუბლიკური პარტიის არ იყოს კრიტიკა, რომ თითქოს მათ არ ეძლეოდათ საშუალება. ასე არ ეძლეოდათ საშუალება თავის დროზე ნაციონალებთან, როდესაც იყვნენ, ასე არ ეძლეოდათ საშუალება შევარდნაძესთან, როდესაც იყვნენ, ანუ შესაბამისად დღის წესრიგში დგას შემდეგი რამ. ამ ადამიანებს ზოგადად მორალური უფლება არ აქვს საზოგადოებას წარუდგინონ საკუთარი კანდიდატურები და მოთხოვონ მომავალ ხელისუფლებაში დაბრუნება. ერთადერთი ასეთი მორალური უფლების მქონე პარტია გახლავთ ლეიბორისტული პარტია, რადგანაც ის ბოლო 25 წელიწადია მსახურებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას და არა პირად ინტერესებს. ეროვნული ფორუმის წევრი კახაბერ დვალიშვილი მიიჩნევს, რომ დაპირებები, რომლებიც გუბა სანიკიძემ საარჩევნო პერიოდში გააჟღერა, ეს არა სანიკიძის, არამედ ქართული ოცნების დაპირებები იყო. ეს დაპირებები ხდებოდა ოცნების ოფისში, ეს კოალიცია მომხდელობაში. სადაც იქ გუბაზე არაფერს არ იგონებდა, იქ რასაც იწოდა ბატონი ბიძინა, სხვა პარტნიორები მომხდელობაში. ის მოდიოდა და ამას ჰქონდა უფლება, რომ გაემჟღავნებინა რაც იყო შტაბში ჩასახდა კოალიციური დაპირებები იყო და არა მარტო გუბაზე და არა მარტო ფაშკების და ასე შემდეგ. ეს არ არის რა ეს დაპირებები პოლიტიკა საკუთარი წესი და გუბაზე იყო იმ გუნდის იმ კოალიციის წევრი მაშინ და ყველა ინაზიდა და თავისთავად ფაშკებს თორა მარტო გუბაზეც უნდა გააკეთებინა ყველაფერი. 2016 წლის არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარობისთვის 34 კანდიდატი იბრძოლებს. რამდენად შეასრულებენ ისინი გაცემულ დაპირებებს და რეალურად შეძლებენ თუ არა ქუთაისისთვის მთავარი საკითხების გადაჭრას, ამას დრო და საზოგადოების შეფასება აჩვენებს.